მოგესალმებით მეგობრებო. ბოდიშ გიხდით სამდღიანი ჩავარდნისთვის. და დღეს ძალიან საინტერესო თემით გიბრუნდებით. ეს არის პულის მასის ზრდა და ინფლაცია. ამ ამბავს გავიცნობით გრეგორი მენკიუს სახელმწიფოს მეშვეობით, რომელთაც გვასწავლიან TSU-ში. ხო და დავიწყოთ. ფასების დონე და თავიდანაც შესავალია, რომ აი ამას გავიცნობით. გამოვითავსკიფოთ. და პირდაპირ ფასების დონე და ფულის ღირებულება. თქვათ აკვირდებით, როგორ იზრდება ნაყინის ფასი დროის გარკვეულ მონაკვეთში 5 ცენტიდან 1 დოლარამდე. რადგან უნდა გამოიტანოთ იმ ფაქტიდან, რომ ადამიანები მზად არიან ნაყინში ასეთ დიდი ფასი მისცენ. იქნებ ისინი ნაყინის განსაკუთრებული გემოთ იკვებიან. რადგან რომელიმე ქიმიკოსმა საოცრად გემრიელი ნაყინის ახალი რეცეპტი აღმოაჩინა. მაგრამ ალბათ მიზეზი ეს არ არის. უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაყინის გემოთი ადამიანების ტკბობა არ შესულა, მაგრამ იმ ფულის ღირებულება, რომელსაც ნაყინის ყიდვისთვის ვიყენებთ, შემცირდა. მართლაც, პირველი აზრი, რაც შეიძლება ინფლაციაზე მსჯელობისას გაგვიჩნდეს, ისაა, რომ ინფლაცია უფრო ფულის ღირებულებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე საქონლის ღირებულებასთან. ეს აზრი ინფლაციის თეორიისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში გვეხმარება. როდესაც სამხმარებლო ფასების ინდექსი და ფასების დონის სხვა მაჩვენებლები იზრდება, კომენტატორები ხშირად განიხილავენ ცალკეულ ფასებს, რომლებიც ამ ინდექსებს შეადგენს. უკანასკნელ თვეში სამხმარებლო ფასების ინდექსის 3%-ით გაიზარდა, რაც ყავის ფასის 20%-იანი ზრდისა და მაზუტის ფასის 30%-იანი ზრდის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს ეკონომიკაში, მიმდინარე მოვლენების შესახებ ის ერთ ძირითად მომენტს არ ითვალისწინებს. ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაში არსებული გაცვლის საშუალებების ღირებულებას შეეხება. ეს გავიაროთ თავიდან, რომ ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაში არსებულ გაცვლის საშუალებების ღირებულებას ეხება. ეკონომიკაში არსებული ფასების საერთო დონეს ორი კუთხით შეგვიძლია შევხედოთ. აქამდე ფასების დონეს განვიხილავთ როგორც საქონლისა და მომსახურების კალათის ფასს. როდესაც ფასების დონე იზრდება, ადამიანებმა საქონელსა და მომსახურებაში მეტი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ფასების დონეს შეგვიძლია განვიხილოთ აგრეთვე როგორც ფულის ღირებულების მაჩვენებელი. ფასების დონის ზრდა ფულის ღირებულების შემცირებას ნიშნავს. ვინაიდან თქვენი საფურის თითოეულ დოლარს ამჯერად ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეუძლია. ხო, აი, სხვადასხვა ამ თემაზე მე მაქვს ჩაწერილი ვიდეო, რომელიც ესეთი ხასიათის არ არის, ჩემ აზრს გიზიარებდით და სამხმარებლო კალათაზე და ფასების დონეზე და რაღაცებზე ნალაპარაკები მაქვს და შეგიძლიათ ეგ ვიდეო ნახოთ. ეკონომიკაში არსებული ფასების საერთო დონის გებადონე გვქვით, ამას უკეთ გავიგებთ თუ მას მათემატიკურად გამოვხატავთ. ვთქვათ, P ფასების დონეა, რომელიც გამოხატულია სამომხმარებლო ფასების ინდექსით, ან მშპ დეფლატორით. მშპ დეფლატორი ეს იყო ნომინალურის და რეალურ შორის სხვა. ამ შემთხვევაში P დოლარების იმ რაოდენობას გვაძლევს, რომელიც საქონლისა და მომსახურების კალათის საყიდლადაა საჭირო. ახლა ამ მოსაზრებას საპირისპირო მხრიდან შევხედოთ. საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც ყიდვას 1 დოლარით შეიძლება, 1 მეპიეც უდრის, ანუ 1 შეფარდებული პისთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ P ფულადი ერთეულებით გამოხატული საქონლისა და მომსახურების ფასია, 1 შეფარდებული პისთან იქნება ფულის ღირებულება, გამოხატული საქონლისა და მომსახურების ერთეულებით. ამგვარად, როდესაც ფასების საერთო დონე იზრდება, ფულის ღირებულება მცირდება. ძალიან. იმიტომ რომ 1 მეპიედი იქნება, ანუ პირობითად P თუ არის დღეს 2, ხო? და ანუ ეს 2 არის პირობითად P არის 1000, ანუ სამხმარებლო ანუ ეს ფასები არის პირობითად 1000 ლარი. რაც აი ყველაფერს რო ვიყიდულობთ ყოველთვიურად ეს არის 1000 ლარი. და ის შემდეგ თვეს
გახდა 2000 ლარი, ანუ რაც წინა თვეში ვიყიდეთ. აი ეს ყველაფერი როგორც კი გახდება 2000 ლარი, ანუ 1 ლარს ვაფარდებთ 2000 ლართან, რაც წინა წელთან შედარებით ნიშნავს, რომ ფასები ორჯერ გაიზარდა და ფულის ფასიც ორჯერ დაეცა. იმიტომ რომ ერთი მე 2000-ი გახდა ეხლა. როცა იყო წინა თვეში 1000-ი. ფულის მიწოდება, ფულზე მოთხოვნა და მონეტარული წონასწორობა. რა განსაზღვრავს ფულის ღირებულებას? ეკონომიკაში წამოჭრილი მრავალი კითხვის მსგავსად ამ კითხვის პასუხი მიწოდება და მოთხოვნა. როგორც ბანანების მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს ბანანის ფასს, ისე ფულის მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს ფულის ღირებულებას. ამიტომ ჩვენ შემდეგი ნაბიჯი ფულის რაოდენობრივი თეორიის ჩამოყალიბებაში ფულის მიწოდებისა და ფულზე მოთხოვნის დეტერმინანტების განხილვა იქნება. ჯერ ფულის მიწოდება განვიხილოთ. წინა თავში ვიმსჯელეთ, როგორ განსაზღვრავს ფულის მიწოდებას ფედერალური სარეზერვო სისტემა საბანკო სისტემასთან ერთად. ღია ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების მეშვეობით ფედერალურ სარეზერვო სისტემას შეუძლია ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვების რაოდენობის შეცვლა, რაც თავის მხრივ ცვლის ფულის იმ რაოდენობას, რომლის შექმნას ამ ბანკებს შეუძლიათ. ამ თავში ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, უგულებელყოფთ საბანკო სისტემით განპირობებულ სირთულეების უმრავლესობას და ფულის მიწოდების რაოდენობას იმ სვლადის სახით განვიხილავთ, რომელსაც უშუალოდ აკონტროლებს ფედერალური სარეზერვო სისტემა. ახლა ფულზე მოთხოვნა განვიხილოთ. ფულზე მოთხოვნის რაოდენობის მრავალი დეტერმინანტი არსებობს. ისევე როგორც მრავალი დეტერმინანტი განსაზღვრავს სხვა სახის საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის რაოდენობას. მაგალითად ის თუ ფულის რა რაოდენობას შენახვას ამჯობინებენ ადამიანები თავიანთ საფულეებში, იმაზეა დამოკიდებული რამდენად ენობიან ისინი საკრედიტო ბარათებს და რამდენად დიული მისაგნებია უახლოესი ბანკომატი. ამას გარდა, როგორც შემდეგ თავში ვნახოთ, ფულზე მოთხოვნის რაოდენობა დამოკიდებულია იმ სარგლების განაკვეთზე, რომელსაც პიროვნება იღებს, როდესაც ფულის საფულეში შენახვასა თუ დაბალსარგებლიან საშეკო ანგარიშის შეტანასთან შედარებით, უპირატესობას სარგებლიანი ობლიგაციის ყიდვას მიანიჭებს. ფულის მოთხოვნაზე მრავალი ცვლადი მოქმედებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ეკონომიკაში არსებული ფასების საშუალო დონე. ადამიანები ფულს იმიტომ იყენებენ, რომ ის გაცვლის საშუალებაა. სხვა აქტივებისგან, მაგალითად ობლიგაციებისა და აქციებისგან განსხვავებით, ადამიანები ფულს საქონელსა და მომსახურების ყიდვისთვის იყენებენ. ის თუ ფულის რა რაოდენობას აირჩევენ ამ მიზნისთვის, საქონელსა და მომსახურების ფასია დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ფასები, მით მეტია ფულის საჭირო ტიპური გარიგებისთვის და მით მეტი ფულის შენახვას ამჯობინებენ ადამიანები საკუთარ საფულეებში თუ საჭირო ანგარიშებიც. ესე იგი, ფასების დონის ზრდა, ანუ ფულის ღირებულების შემცირება, ფულზე მოთხოვნის რაოდენობის ზრდას იწვევს. ანუ მარტივად, რაც უფრო დაბალია ფულის ღირებულება, მით უფრო მეტი ფული გვჭირდება. ანუ პირობითად, თუ ჩვენ ლარა ვყიდულობთ დღეს 1 სალპურს და ხვალ ვიყიდით, ხვალ ერთი პურის აყიდვა გვჭირდება 2 ლარი, ანუ ფულზე უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება, იმიტომ რომ უფრო მეტი ფული გვჭირდება და შესაბამისად უფრო მეტი ფულიც არის, რომლის ძალაც უფრო ნაკლებია. რა წონასწორებს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფულის მიწოდებას და ფულზე ადამიანების მოთხოვნას. ხოლო ეს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ანუ საქართველოში არ გვაქვს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ეს ამერიკულ მოდელზეა რა და ამერიკის кейსებია განხილული მაინც რომ იცოდეთ. თუმცა ეროვნული ბანკი და ფედერალური სისტემა ჩათვალეთ ერთად. როგორც ირკვევა, ამ კითხვის პასუხი დამოკიდებულია დროის იმ მონაკვეთის ხანგრძლივობაზე, რომელსაც განვიხილოთ. მოკლევადიანი პერიოდთან დაკავშირებულ პასუხებს მოგვიანებით შევისწავლეთ და ვნახავთ, რომ ძირითად როლს სარგებლის განაკვეთი ასრულებს. გრძელვადიან პერიოდში კი პასუხი სრულად განსხვავებულია, ბევრად უფრო მარტივია. გრძელვადიან პერიოდში ფასების საერთო დონე მანამდე თვითრეგულირდება, სანამ ფულზე მოთხოვნა ფულის მიწოდებას არ გაუტოლდება. თუ ფასების დონე წონასწორულ დონეზე მეტია, ადამიანებს ურჩევნიათ იმაზე მეტი ფული ჰქონდეთ, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ქმნის. ამიტომ ფასების დონე უნდა შემცირდეს, რათა მიწოდება და მოთხოვნა გააწონასწოროს. თუ ფასების დონე წონასწორულზე ნაკლებია, ადამიანებს ურჩევნიათ იმაზე ნაკლები ფული ჰქონდეთ, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ქმნის, ამიტომ ფასების დონე უნდა გაიზარდოს, რათა მიწოდება და მოთხოვნა გააწონასწოროს. ფასების წონასწორულ დონეზე ფულის ის რაოდენობა, რომლის ფლობაც ადამიანებს სურთ, ზუსტად იმ რაოდენობის წოლია, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა მიაწოდებს.
ეს ასახულია რაღაცა გრაფიკზე, ამ გრაფიკის ჰორიზონტალურ ღერძზე ფულის რაოდენობა ათვლილი. ხოლო ეს გრაფიკზე არ დაგეულაპარაკებით, იმიტომ რომ არ ჩანს თქვენთან. მონეტარული ჩარევის შედეგები. ახლა განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებების შედეგები. წარმოვიდგინოთ, ხაწინაზე რა იყო ლაპარაკი, რომ ფული ბევრდება თუ ნაკლებდება და ამით იცვლება მისი ღირებულება, ამ ყველაფერს განკარგოს მონეტარული პოლიტიკა. ამაზე სხვადასხვა მონეტარული პოლიტიკაზე მაქვს ვიდეო, არა უნივერსიტეტის პლეილისტში, არამედ ეკონომიკურების პლეილისტში და შეგიძლიათ ნახოთ. ახლა განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებების შედეგები. წარმოვიდგინოთ, რომ თავდაპირველად ეკონომიკა წონასწორობაშია, შემდეგ კი ფედერალური სარეზერვო სისტემა დოლარების გარკვეულ რაოდენობას ბეჭდავს და ამ დოლარებს მთელ ქვეყანაში ვერტმფრენით მიმოფანტავს, რითაც ფულის მიწოდებას აორმაგებს. უფრო რეალისტურად რომ ვთქვათ, ფედერალური სარეზერვო სისტემა შეუძლია ეკონომიკაში ფულის მასის გაფართოება განახორციელოს ღია ბაზარზე საზოგადოებიდან სამთავრობო ობლიგაციების გარკვეული რაოდენობის შესყიდვით გზით. რა მოხდება ასეთი მონეტარული ინიექციის შედეგად? რამდენად განსხვავებული იქნება ახალი წონასწორობა ძველი წონასწორობისაგან? მონეტარული ინიექცია მიწოდების მრუწ მარჯვნივ გადაადგილებს. ხოლო წონასწორობა A-იდან B-ში გადაინაცვლებს. ანუ ამის შედეგად ფულის ღირებულება 1/9-დან 1/4-მდე შემცირდება, ხოლო ფასების წონასწორული დონე 2-დან 4-მდე გაიზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ფულის მიწოდების ზრდა დოლარების რაოდენობის ზრდის შედეგად ფასის ის ზრდას ვიღებთ, რომელიც თითოეულ დოლარს ნაკლებად ღირებულს ხდის. ანუ ახლა კარგად თავიდან წავიკითხოთ. ესე იგი, როდესაც ეროვნული ბანკი დაბეჭდავს ფულს და ამ ფულს მე მიმოფანტავს, როდესაც წონასწორულ მდგომარეობაში იყო, ამის მერე რა ხდებაო და ამის მერე ხდება ის, რომ როდესაც ფულის მიწოდების ზრდა დოლარების რაოდენობას ზრდის, ანუ არ ქონდა დოლარი, დავბეჭდეთ, გაგვიზარდა დოლარების რაოდენობა, შედეგად ფასის ისეთ ზრდას ვიღებთ, რომელიც თითოეულ დოლარს ნაკლებად ღირებულს ხდის. ხო? ანუ მარტივად არ იყო ეკონომიკაში დოლარები, შეუშვით ეკონომიკაში დოლარები, რა დოლარების იყო მანამდე ეკონომიკაში, იმ დოლარების ღირებულება შემცირდა, თუმცა იმ დოლარების რაოდენობა გაიზარდა. ფულის რაოდენობრივი თეორია ხსნის, თუ როგორ განისაზღვრება ფასების დონე და რატომ იცვლება ეს დონე დროში. რაოდენობრივი თეორიის თანახმად, ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა ფულის ღირებულებას განსაზღვრავს. ფულის რაოდენობის ზრდა კი ინფლაციის ძირითადი მიზეზია. როგორც ეკონომისტები და ყველაზე გოუთი, ერთ-ერთი ყველაზე გოუთი, ყველაზე არა, მილტონ ფრიდმანი ამბობდა, ინფლაცია ყველგან და ყოველთვის მონეტარული მოვლენაა. ნამდვილად მილტონ, მეც ესე ვფიქრობ. ხო, შემოსუნწყო. აქ შეიძლება იყოს ბატონო მთის წყალო თქვენი რეკლამა. თვითრეგულირების პროცესის მოკლე მიმოხილვა. აქამდე ერთმანეთს ვადარებდით ძველ და ახალ წონასწორობას მონეტარული ინიექციის შემდეგ. როგორ გადადის ეკონომიკა ძველიდან ახალ წონასწორობაში? ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემა ეკონომიკაში მიმდინარე მოკლევადიანი ცვლილებების სრულ გაგებას მოითხოვს, რასაც მოგვიანებით შევისწავლით. მიუხედავად ამისა, აქვე შეგვიძლია მოკლედ მიმოვიხილოთ თვითრეგულირების პროცესი, რომელიც ფულის მიწოდების ცვლილების შემდეგ ხდება. ესე იგი, მონეტარული ინიექციის პირველი შედეგია ფულის ჭარბი მიწოდება. ინიექციამდე ეკონომიკა წონასწორულ მდგომარეობაშია. ფასების არსებული დონის პირობებში ადამიანებს ზუსტად იმდენი ფული აქვთ, რამდენიც სურთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი ფულს მიმოფანტავს და ამ ფულს ადამიანები აკრეფენ, მათ დოლარების იმაზე მეტი რაოდენობა იქნებათ, ვიდრე სურდათ. ფასების იმავე დონის პირობებში, ამჯერად ფულის მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობას გადააჭარბებს. ფულის ამ ჭარბი მიწოდების თავიდან აცილებას ადამიანები სხვადასხვა გზებით ცდილობენ. მათ ხელთ არსებული ჭარბი ფულით ადამიანებს შეუძლიათ საქონელი და მომსახურება იყიდონ. შეუძლიათ ეს ჭარბი ფული გაასესხონ, რისთვისაც ობლიგაციები უნდა იყიდონ, ან ბანკის შემნახველო ანგარიშებზე დადონ. ეს ესხები სხვა ადამიანებს საქონელისა თუ მომსახურების ყიდვის საშუალებას მისცემენ. ორივე შემთხვევაში ფულის ინიექცია საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. თუმცა ეკონომიკის უნარით აწარმოოს საქონელი და მომსახურება არ იცვლება.
როგორც წარმოებისა და ზრდისადმი მიზღუნ თავში ვნახეთ, ეკონომიკაში გამოშვებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა განისაზღვრება არსებული სამუშაო ძალით, ფიზიკური კაპიტალით, ადამიანური კაპიტალით, ბუნებრივი რესურსებით და ტექნოლოგიური ცოდნით. ფულის ინექციის შედეგად არც ერთი ეს ფაქტორი არ იცვლება. ამდენად, ეს გაზრდილი მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას იწვევს. ფასების დონის ზრდა კი თავის მხრივ ფულზე ადამიანების მოთხოვნის ზრდას იწვევს, რადგან მათ თითოეული გარიგებისთვის მეტი რაოდენობით დოლარი სჭირდებათ. საბოლოოდ ეკონომიკა ახალ წონასწორობას მიაღწევს, რომელშიც ფულზე მოთხოვნის რაოდენობა ისევ ფულის მიწოდების რაოდენობის ტოლი იქნება. ამ გზით თითრებულდება საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონე, რასაც ფულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა წონასწორობაში მოჰყავს. ეგრე არის, თუმცა გაწონასწორებული ყოველთვის არნიშნავს კარგს. ანუ რაღაც მომენტში წონასწორდება, მაგრამ შეიძლება ამ გაწონასწორებამ ეს გაწონასწორება არნიშნავს იმას, რომ ადამიანების ცხოვრების დონე გართულებული არ არის. გართულებულია მაინც, როდესაც ფულის მასა ეგრე იდიოტურად იზრდება. ეს ჩემი ჩართვა. კლასიკური დიქოტომია და მონეტარული ნეიტრალიტეტი. ზემოთ ნახეთ, როგორ იწვის ფულის მიწოდების ცვლილება საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის ცვლილებას. როგორ მოქმედებს ასეთი მონეტარული ცვლილება სხვა მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ცვლადებზე, მაგალითად წარმოებაზე, დასაქმებაზე, რეალურ ხელფასებსა და სარგებლის რეალურ განაკვეთზე, ეს კითხვა დიდი ხანია აინტერესებთ ეკონომისტებს. მე-18 საუკუნის დიდმა ფილოსოფოსმა დევიდ იუმმა ამ საკითხს არაერთი ნაშრომი მიუძღვა. იუმი და მისი თანამედროვენი თვლიდნენ, რომ ყველა ეკონომიკური ცვლადი ორი ჯგუფად უნდა დავყოთ. პირველი ნომინალური ცვლადებს შეიცავს, რომლებიც ფულადი ერთეულებითაა გამოხატული და მეორე ჯგუფი შეიცავს რეალურ ცვლადებს. ცვლადებს, რომლებიც ფიზიკური ერთეულებითაა გამოხატული. მაგალითად, ხორბლის ფასისა და სიმინდის ფასის ნომინალური ცვლადებია, მაგრამ ხორბლის ფარდობითი ფასი გამოხატული სიმინდის ფასში რეალური ცვლადია, ვინაიდან ასახავს ხორბლის 1 ფუნტის ფასს სიმინდის ფუნტებში. ხორბლის 1 ფუნტის ფასს სიმინდის ფუნტებში. ანალოგიურად რეალური ხელფასის ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ცვლადია, რადგან იმ პროპორციას ასახავს, რომელთაც ეკონომიკა საქონელსა და მომსახურებას შრომის ერთეულში ცვლის. სარგებლის რეალური განაკვეთი, სარგებლის ნომინალური განაკვეთი ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ცვლადია, რადგან ასახავს პროპორციას, რომელთაც ეკონომიკა დღეს წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მომავალში წარმოებული საქონლისა და მომსახურებაზე ცვლის. ცვლადების რეალურ და ნომინალურ ჯგუფებად დაყოფას კლასიკური დიქოტომია ეწოდება. დიქოტომია ორ ჯგუფად დაყოფა. კლასიკური კი ადრეული ეკონომიკური მოაზროვნეების იდეებს ასახავს. უბრალოდ ტერმინის განსაზღვრება. ესე იგი, დიქოტომია არის ორ ჯგუფად დაყოფა. დიქო ალბათ არის 2 და ტომას არის ჯგუფი, ჩემი მარავნია. და კლასიკური ნიშნავს, რომ კლასიკა. კლასიკური დიქოტომიის გამოყენება პრობლემურია მაშინ, როდესაც ფასების გამოყენებას ვიწყებთ. ფასების უმრავლესობა ფულად ერთეულშია გამოსახული, ანუ ნომინალური ცვლადებია. როდესაც ვამბობთ, რომ სიმინდის 1 ბუშელის ფასი $1, ანუ ხორბლის 1 ბუშელის ფასი $2, ფასების ნომინალური ცვლადებია, მაგრამ რას ვიტყვით შედარებით ფასებზე, ანუ ერთი საქონლის ფასის მეორესთან შედარებაზე, მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ სიმინდის 1 ბუშელის ფასი ხორბლის 2 ბუშელია, ეს შედარებითი ფასი ფულად ერთეულში არის გამოხატული. როდესაც ორი საქონლის ფასებს ვადარებთ, დოლარის ნიშანი უქმდება და საქონელი ფიზიკურ ერთეულებში იზომება. ასე რომ, დოლარში გამოხატული ფასები ნომინალური ცვლადებია, შედარებითი ფასები კი რეალური. ამ დასკვნის გამოყენება მრავალგვარად შეიძლება. მაგალითად, რეალური ხელფასი, დოლარში გამოხატული ხელფასი, რომელიც ინფლაციის ტემპითაა კორექტირებული, რეალური ცვლადია, რადგან ის ზომავს იმ ნორმას, რომელთაც ადამიანები საქონელსა და მომსახურებას დოლარის თითოეულ ერთეულზე ცვლიან. სარგებლის რეალური განაკვეთიც, ინფლაციის ტემპით კორექტირებული სარგებლის ნომინალური განაკვეთი, რეალური მაჩვენებელია, რადგან ის იმ ნორმებს გვიჩვენებს, რომელთაც ადამიანები დღევანდელ საქონელსა და მომსახურებას სამომავლო საქონელსა და მომსახურებაზე ცვლიან. მეგობრებო, ამაზეც გვაქვს ვიდეო ეკონომიკურებში და შეგიძლიათ ნახოთ. გავხსენებთ კიდევ ერთხელ. რატომ უნდა დავყოთ ცვლადები ამ ჯგუფებად?
კლასიკური დიქოტომია სასარგებლოა ეკონომიკის ანალიზისთვის, რადგან რეალურ და ნომინალურ ცვლადებზე სხვადასხვა ძალები მოქმედებს. კლასიკური ანალიტიკოსების აზრით, ნომინალურ ცვლადებზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის მონეტარული სისტემის განვითარება, მონეტარული სისტემა კი მნიშვნელოვანი რეალური ცვლადების გასაგებად არ გამოდგება. ანუ თავიდან ვთქვათ, კლასიკური ანალიტიკოსების აზრით, ნომინალურ ცვლადებზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის მონეტარული სისტემის განვითარება. მონეტარული სისტემა კი მნიშვნელოვანი რეალური ცვლადების გასაგებად არ გამოდგება. გავიგეთ. ან მონეტარული პოლიტიკა შეუძლია გავლენა მოახდინოს ნომინალურზე, მაგრამ რეალურის გასაგებად არ გამოდგება. ანუ გავლენას ორივეზე ახდენს, თუმცა ერთი გასაზომად გამოდგება, მეორეს გასაზომად არ გამოდგება. კი ბატონო. როდესაც განვიხილავთ რეალურ ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში, ეს საკითხი არ გამოაშკარავებულა. წინა თვეებში თავი შევისწავლეთ, თუ როგორ განისაზღვრება რეალური მშპ, დანაზოგები, ინვესტიციები, სარგებლის რეალური განაკვეთები და უმუშევრობა ისე, რომ ფული არც კი გვიხსენებია. იმ ანალიზის დროს ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა წარმოებლურობისა და წარმოების ფაქტორების მიწოდებაზე იყო დამოკიდებული. სარგებლის რეალური განაკვეთი კი სასესხო ფონდების მიწოდება და მოთხოვნას აბალანსებდა. რეალური ხელფასი შრომის მიწოდებას და მოთხოვნას აწონასწორებს და უმუშევრობა მაშინ წარმოიშვება, როდესაც რეალური ხელფასი რაიმე მიზეზით წონასწორულ დონეს აჭარბებდა. ამ დასკვნით არც ეს არ ჰქონდა რაიმე საერთო ფულის მიწოდებასთან. ანუ, როდესაც რეალური ხელფასი შრომის მიწოდებას და მოთხოვნას აწონასწორებდა, უმუშევრობა მაშინ წარმოიშვებოდა. როდესაც რეალური ხელფასი რაიმე მიზეზით წონასწორულ დონეს აჭარბებდა, მაშინ ხდებოდა არც ის არ ქონდა რაიმე საერთო. ხო. სარგებლის რეალური განაკვეთი სასესხო ფონდების მიწოდება და მოთხოვნაზე ამოვახსენე. რეალური ხელფასი შრომის მიწოდებას და მოთხოვნას აწონასწორებდა. უმუშევრობა მაშინ წარმოიშვებოდა, როდესაც რეალური ხელფასი რაიმე მიზეზით წონასწორულ დონეს აჭარბებდა. ხო. ანუ როდესაც რეალური ხელფასი შრომის მიწოდებას და მოთხოვნას აწონასწორებდა, უმუშევრობა მაშინ წარმოიშვებოდა, როდესაც წონასწორულ დონეს აჭარბებდა. როცა ხელფასი უფრო მეტი იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო, ანუ წონასწორული ხელფასი რაც იყო, მაშინ როდესაც ხელფასი იზრდებოდა, მაშინ წარმოიშვებოდა უმუშევრობა. იმიტომ რომ ხელფასს ვერ იხდიდნენ ბევრი კომპანიები, უშვებდნენ ამ ხელს და სამუშაო ადგილებს ამცირებდნენ, რადგან ის გაძვირებული ხელფასი გადაიხადათ. ზოგადად მაგიტო არის კიდე სისულელე მინიმალური ხელფასის დაწესება. იმიტომ რომ თავისი წესდება მინიმალური და ხელოვნურად მინიმალური პირიქით შეიძლება ბიზნეს საქმიანობა შეაფერხოს. და თუ ისეთ თანხას იძახი მინიმალურ ხელფასად, რომელიც უკვე არის, მაგრამ ნუ კანონმდებლობაში არ იწერია, უბრალოდ ეგ არის რაღაც პოპულისტური ნაბიჯი, იდიოტური. არაფერს მომცემი რა. ფულის მიწოდების ცვლილება კლასიკური ანალიზის მიხედვით გავლენას ახდენს ნომინალურ და არა რეალურ ცვლადებს. როდესაც ცენტრალური ბანკი ფულის მიწოდებას აორმაგებს, ფასების დონე დოლარებში გამოხატული ხელფასი და დოლარებში გამოსახული ყველა სხვა ღირებულებას ორმაგდება. რეალური ცვლადები, როგორებიცაა წარმოება, დასაქმება, რეალური ხელფასი და სარგებლის რეალური განაკვეთი კი არ იცვლება. მონეტარულ ცვლილებებზე რეალურ ცვლადების დამოუკიდებლობას მონეტარული ნეიტრალიტეტი ეწოდება. განვიხილავთ ანალოგია, რომელიც მონეტარული ნეიტრალიტეტის ახსნაში დაგვეხმარება. ფული, როგორც ანგარიშგების ერთეული, ნებისმიერი ეკონომიკური გარიგებისთვის გამოიყენება. როდესაც ცენტრალური ბანკი აორმაგებს ფულის მიწოდებას, ფასებიც ორმაგდება, ანგარიშების ერთეულის ღირებულებები ნახევდება. როდესაც ცენტრალური ბანკი აორმაგებს ფულის მიწოდებას, ფასები ორმაგდება, ანგარიშების ერთეულის ღირებულებები კი ნახევდება. ზუსტად იგივე ცვლილება გვექნებოდა მაშინაც, თუ მთავრობა 1 იარდის სიგრძეს 36 ინჩიდან 18 ინჩამდე შეამცირებდა, ახალი საზომი ერთეულით ყველა გაზომვადი მანძილი ნომინალური ცვლადი გაორმაგდებოდა, მაგრამ რეალური მანძილი, ანუ რეალური ცვლადები იგივე დარჩებოდა. დოლარის იარდის მსგავსად უბრალო საზომი ერთეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ღირებულების მერყეობა რეალურ ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. არის თუ არა მონეტარული ნეიტრალიტეტი რეალისტური? მთლიანად არა.
იარდის შესვლა 36 ინჩიდან 18 ინჩამდე გრძელვადიან პერიოდში არანაირ გავლენას არ მოახდენდა, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ის მრავალ შეცდომასა და დიდ დაბნელებას გამოიწვევდა. ბევრი თანამედროვე ეკონომისტი ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, ანუ 1-2 წლის განმავლობაში მონეტარული ცვლილებები სწორედ ასევე ახდენს გავლენას რეალურ ცვლადებს. იუმი თავის მხრივ ასევე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მონეტარული ნეიტრალიტეტი მოკლევადიანი პერიოდისათვის გამოდგებოდა. ამ წიგნში მოგვიანებით შევისწავლით მოკლევადიან არანეიტრალურობას და ეს საკითხი დაგვეხმარება მის გაგებაში, თუ რატომ ცვლის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდებას დროთა განმავლობაში. თუმცა კლასიკური დიქოტომია მართებულია გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკისთვის. 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ფულადი ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნომინალურ ცვლადებს, როგორიცაა ფასების დონე, მაგრამ მხოლოდ უნიშნულოდ ზემოქმედებს რეალურ ცვლადებს, როგორიცაა რეალური მშპ. როდესაც ეკონომიკის გრძელვადიანი პერიოდის ცვლილებებს შეისწავლით, დარწმუნდებით, რომ ფულის ნეიტრალურობა კარგად აისახება სამყაროს ფუნქციონირებას. ასახავს ახასიათებს სამყაროს ფუნქციონირებას. შეხვდებით შემდეგ ნაწილში.